მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ პროექტს, გუშინ დავიწყეთ არმირება. როგორც წინაზე გითხარით, ჩვენი პროექტი სახლის ფუნდამენტი გაყოფილია ესეთნაირად, ნახევარი მხარე კეთდება სარდაფი იქნება, ნახევარი მხარე იქნება წერტილოვანი. ეს წერტილები შეერთებული იქნება საძირკვლის ფუნდამენტთან რანდკოჭი რიგელებით, ნულოთი რიგელებით, რომელიც იქნება 40-40-ზე, თვითონ წერტილები იქნება 2-2-ზე, ანუ 4 კვადრატია თითო წერტილი. რაც შეეხება უკვე მშენებლობის პროცესს, პირველ ეტაპზე მოსამზადებ ბეტონზე აუცილებლად გავაკეთეთ გეოდეზიური ნიშნულები, სვეტების, სადაც ამოდის. შემდეგ ეს საძირკვლის ფუნდამენტი იქნება 40 სანტიმეტრი სიმაღლეში. რაც შეეხება არმირებას, არმირება არის მთლიანად გაკეთებული 16-იანი არმატურით. გაძლიერებად ყველა სვეტთან არის გაძლიერება, ჩემო მეგობრებო. ისევ 16-იანი არმატურის ქვედაშრე ჩვეულებრივად დაჭრილია მოღუნის გარეშე, ზედაშრე ნახავთ, აი როგორი ჩაღუნული არის. ამ ფილებს მთლიანად ირგვლივ ეგრეთ წოდებული პეები აქვს გაკეთებული, შეკრულია მთლიანად. რაც შეეხება ეს ფილა ჯერ დასრულებული არ არის. აქ საჭიროა კედლის არმატურის ნაშვერების ჩაყენება, ასევე საკიდები. შემდეგ აუცილებლად განახერხებთ კოლონებთან. ყველა 20 სანტიმეტრი იქნება, ბიჯი იქნება 20-ებში საკიდით გაკეთებული, ხოლო ფილაზე 60 სანტიმეტრებში იქნება. იგივე სიტუაცია არის წერტილებთან. წერტილოვანი საძირკველი 3 კოლონა, ესე 16-იანი არმატურითაა გაკეთებული. ერთშრიანი, ორი მხარე სამოღუნული არის. გაძლიერება ამ კონკრეტულს არ აქვს. აქ იქნება კოჭები, ფილიდან წამოვა მონოთური რიგელის არმატურა, რომელიც იქნება 25-იანი არმირებით გაკეთებული. დანარჩენს რაც შეეხება, როცა დავასრულებთ ბეტონს ჩავასხავთ, აუცილებლად გავაკეთებთ ხარჩაღრიცხვას, ვისაც გაინტერესებს. ეს არის დაახლოებით სართული 200 კვადრატი იქნება, მთლიანი სამუშაო ფართი დაახლოებით 800 კვადრატზე არის. დიდი სახლის პროექტია მეგობრებო და იმიტომ არის გაკეთებული, ჩვენ კონსტრუქციას არ ვაკეთებთ. ვიღაცები გვწერს, რომ აი რაღაცა ზედმეტი არმატურა არის გაკეთებული, რაღაცა, ჩვენ არ ვცვლით არმირებას, როგორც მოგდის კონსტრუქციის გაკეთებული. ჩვენ არ შემსრულებლები, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რაღაცა არმატურა შევცვალოთ, ან სომა დავაპატარავოთ, ან სომა ამოვაკლოთ. მთლიანად გაკეთებულია კონსტრუქციის მიხედვით.